მცხეთში მალთაყვის უბანში მეთევზებმა აქცია გამართეს. მათ პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს. პალიასტომის ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის ნაკრძალში შედის და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს. აქციის მონაწილეთა თქმით, თევზჭერა თავის რჩენის ერთადერთი წყაროა და სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. ისინი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ამათ მოუხსნე ახლა უფლება რომ არ უნდა ითევზაონ პალიასტომში. პალიასტომი ამ ხალხისა, ამ ღარიბი ხალხის სულ თევზაობდნენ და ამით ირჩენდნენ თავს. ეხლა დააწესენ რაღაც კანონები, რომლის თანახმად ამათმა უნდა გაჩერდნენ სახლში ავადმყოფი ცოლშვილი და ესენი თვითონ პირა მოკერილი უნდა იყვნენ და არ უნდა იარსებონ. აი ეს კანონები გავრცელდეს იმ პარლამენტში, ვინც ადგენს ამ კანონებს, რომლებიც გაბერილი არიან ფულებით, ხელფასებით, ხო და იმით პრემიებით. Ვითხოვთ ეს აკრძალვები, რომელიც დაგვიწესენ ერგაგმა ეს რო დაუშვა და გაშვება კიდე 500 მეტრო ერთმანეთს დაშორდითო 500 მეტრო რო დაშორდე მეტი არა აქვს სიგრძე პალიასტომს 500 მეტრო 500 მეთევზე ვარ თვარ. აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ზვიად შუბითიძე მივიდა. როგორც მან განაცხადა, ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა უმოკლეს ვადაში მეთევზებმა შეღავათებით ისარგებლონ. Ქონდა კონტაქტი თვითმმართველობას, პირადად მეც ქონდა კონტაქტი გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ისინი ამ საკითხებს განიხილავენ, ვითხოვეთ ერთპირიანი ვადა მოლაპარაკებისთვის და იქნება გარკვეულ წილად რაღაც შეთანხმება. რაღაც საკითხებზე ალბათ წამოვლენ დათმობაზე, რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდებით, ამიტომ რამოდენიმე დღე გვაქვს შაბათ-კვირა დაემთხვა კიდე არასამუშაო დღეები, რამოდენიმე დღეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი, რის დათმობას აპირებს დაუშვათ გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მეთევზეობის თევზჭერის წესთან დაკავშირებით და რისი დაშვება არ შეიძლება. მეთევზეები პრობლემის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.